სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები, რომელიც ჩაწერილი 1984 წლის 29 აპრილს. ეს არის 22-ვე ნაწილი. შემდეგ კითხვას სვავს ბრაიანი. სალამი ჯონ, მოგესალმებით, მე მქვია ბრაიანი და მე მინდა რომ კარგად გავიგო ის თუ რა წერია პირველი პეტრეს მეხუთე თავის მეხუთე მუხლში. მაგრამ სანამ ამას ვიტყოდე, მე მაინტერესებს ჯონ, თქვენ რომ მოყევით ის ცინდეტები ეკლესიის ისტორიიდან. აუდიო ფირზე არის ასახული და ჯონ მაკარტური ეკითხება, თქვენ გულისხმობთ იმას, მე რაც მოვყევი? დიახ. კი, არიან ისინი აუდიო ფირზე, თქვენ შეგიძლიათ ისინი მოიძიოთ. დიახ, ჩემი ბიბლიური შეკითხვა ეხება პირველი პეტრეს მეხუთე თავის მეხუთე მუხლს. სადაც ნათქვამია. ასევე ახალგაზრდებიც დაემორჩილეთ უხუცეს და ერთმანეთისადმი მორჩილებით თავმდაბლობა შეიმოსეთ, რადგან ღმერთი ამ პარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლებს კი მადლს ანიჭებს. მე მინდოდა რომ ვიცოდე, რა არის პირველ რიგში და რას ნიშნავს? ეს მხოლოდ ახალგაზრდა მამაკაცებს ეხება? თანადაქვემდებარება და უფროსისადმი დაჯერება? რას ნიშნავს უფროსისადმი დამორჩილება? ჯონ მაკარტური პასუხობს. დიახ, მთელი ეს მონაკვეთი საუბრობს ეკლესიის წინამძღოლებზე. ესენი არიან უხუცესები, რეალურად პრესბიტერები, მოციფული, ღვთისმოსავი ადამიანები, რომლებიც ხელმძღვანელობენ ეკლესიას. ამას ამბობს პეტრე. ამათ იგივე უხუცესები ეწოდება, ქრისტეს ტანჯვის მოწმე და თანაზიარი იმ დიდებისა, რომელიც უნდა გამოცხადეს. შემდეგ ის ასწავლის უხუცესებს და ეუბნება, გამოყვებით თქვენ შორის ყოფი ღვთისფარა, აიღეთ ზედამხედველობა. აქ ვიგებთ, რომ უხუცესები არიან კვებავები, ესე იგი ეს არის მოძღვრების იდეაც, ისინი მოძღვრავენ ამ ადამიანებს. ისინი ასევე არიან ზედამხედველები და ეს სიტყვა არის ბერძნული ეპისკოპოსი. ასე რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ზედამხედველიც, გამოვყვებოთ ფარა, წარმართოთ ეს ფარა და არანაირად არა შეზღუდვით, არა დიქტატურით. სხვა სიტყვებით რომ თქვათ, არა იმიტომ რომ ვინმე შენ გაიძულებს ამის გაკეთებას, არამედ შენი ნებით და ანგარების გარეშე, არა ფულის გამო. არასოდეს წახვიდეთ არც ერთ სამსახურში, სამინისტროში, ფულის გამო, არამედ უნდა იყოს ეს თქვენი გულიდან წამოსული და თქვენი გონებიდან. ეს უნდა იყოს აღძრული და უნდა გქონდეთ ამის შიმშილი. ასევე ნუ გადაამეტებთ თქვენს ძალაუფლებას. ნუ მართავთ მათ რკინის ჯოხით. ნუ იქნებით დიქტატორის სხვა სიტყვებით, არამედ იყავით მაგალითი. ეს არის ლიდერობის მაგალითი. თქვენ უნდა მათ დაანახოთ თქვენი მაგალითი. და როდესაც გამოჩნდება მწყემსების მწყემსი, მთავარი მწყემსი, მწყემსი ყველა მოძღვარზე მაღლა, თქვენ მიიღებთ დიდების გვირგვინს, რომელიც უჭკნობია. ანალოგიურად თქვენც უმცრესობო დაემორჩილეთ უფროსებს. აქ უბრალოდ ნათქვამია, რომ ეკლესიაში არიან ღვთისმოსავი კაცები, რომლებიც არიან უფრო მოციფული ადამიანები, ანუ ეკლესიის სულიერი ლიდერები. და ვინც მათზე უმცროსია, მათ ქვეშაა და უნდა დაემორჩილონ მათ. ეს ძალიან მარტივი სულიერი პრინციპია. თქვენ უმცროსებო დაემორჩილეთ უფროსებს. შემდეგ კი სამატებს ამ პრინციპს. ყველა თქვენგანი დაემორჩილეთ ერთმანეთს და შეიმესოთ თავმდაბლობა, რადგან ღმერთი ეწინააღმდეგება ამ პარტავნებს და მადლს აძლევს თავმდაბლებს. სანამ ის უფროსებზე ლაპარაკობს, ის უბრალოდ ამატებს სიტყვას და ამბობს, ახლა თქვენ უმცროსებო უნდა დაემორჩილოთ მათ, ვინც ხელმძღვანელობს თქვენზე და ყველას უნდა ქონდეს მორჩილი გული, ყველას უნდა ქონდეს თავმდაბლობის გული, რადგან ღმერთი ეწინააღმდეგება ამაყებს და მადლს ანიჭებს თავმდაბლებს. ასე რომ თუ გსურთ მიიღოთ ღვთისმადლი და რას გულისხმობს ამით ის არის, რომ მხოლოდ ხსნისმადლი არა, არამედ კურთხევის მადლი, მადლი ჩვენზე, წყალობის, ყველაფერი. თუ ჩვენ გვინდა ამ ყველაფრის მიღება, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ თავმდაბლად და ჩვენ უნდა ვისწავლოთ მორჩილება. ეს გავს ეფესელთა წერილის მეხუთე თავს, სადაც ნათქვამია, დაემორჩილეთ ერთმანეთს. მაგრამ ეკლესიაში ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი
უხუცესებისადმი მორჩილებაა. ჩვენ ამას ხედავთ ებრაელთა წერილის მე-13 თავში, სადაც ნათქვამია ბეჩვიდენდენ მუხლში. მოусმინეთ თქვენ წინამძღოლებს და დაემორჩილეთ მათ, ვინაიდან ისინი ფხიზლობენ თქვენ სულებზე, როგორც პასუხისმგებელი, რათა ამას სიხარულით აკეთებდნენ და არა კვნესით, რადგან ეს სასარგებლო აღარ იქნება თქვენთვის. ასე რომ ეს მხოლოდ მოწოდება იმ ადამიანებისათვის, რომლებიც იმყოფებიან მოწიფული ღვთისმოსავი ადამიანის ხელმძღვანელობის ქვეშ, რომ მიყვნენ ამ ხელმძღვანელობას. და კერძოდ შეიძლება ეს გამოვიყენოთ, რომ უმცროსი მამაკაცი უნდა დაემორჩილოს უფროს მამაკაცს და მიყვეს, რომლებიც სულიერი მაგალითები არიან. ცხადია და ტიტეს წერილში ანალოგიურს ვხედავთ მეორე თავში. მე უკვე წავაკითხავ ამას ქართველი მსმენელებისათვის, იმიტომ რომ ჯონმა აღარ ჩათვალა, რომ მოეტანა უბრალოდ მიუთითა ეს მუხლი. ტიტეს მეორე თავი ესე იწყება პირველი მუხლიდან. შენ ისე ილაპარაკე, რაც საღმოძვრება შეფერის, რათა ბერი კაცები იყვნენ მხიზელნი, ღირსეულნი, აზრიანი, საღნი სარწმუნოებაში, სიყვარულში მოთმინებაში. ხნიერი ქალებიც ქცევით ღირსეულნი, არა ცილის წამებლი, არა ღვინის მონანი, არამედ სიკეთის მოძღვანი, რათა ასწავლონ ყმაწვილ ქალებს ქმრისა და შვილების სიყვარული. გონიერება, სისუფთავე, ოჯახზე ზრუნვა, სიკეთე, ქმრის მორჩილება, რათა არ იგმობოდეს ღვთის სიტყვა. ჭაბუკებსაც ასევე შეაგონე, რომ გონიერნი იყვნენ. ყველაფერში კეთილი საქმეების ნიმუშად გამოიჩინე თავი, მოძღვრებაში შეურყვნელმა და ღირსეულმა. სიტყვა კონდეს საღი, წუნდაუდებელი, რათა შერცხვეს მოწინააღმდეგეს და ცუდი ვერაფერი თქვას ჩვენზე. მონები ემორჩილებოდნენ თავიანთ ბატონებს ყველაფერში, მოსაწონი იყვნენ და არა მოკამათენი. არაფერი მოიპარონ, არამედ გამოიჩინონ სრული ერთგულება, რათა ყველანაირად შეამკონ ჩვენი მაცხოვარი ღვთის მოძღვრება. გასაგებია? დიახ, მადლობ ჯონ, გასაგებია.